მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ვიკასთან ფილტრის გარეშე. ეს არის YouTube არხი მისმინე. აქვე მინდა გთხოვოთ გამოგვიწეროთ, გვიპოვოთ Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე, მოკლედ ყველგან ვართ, სადაც შეიძლება რომ ვიყოთ და რა თქმა უნდა YouTube-ზე, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ჩვენთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ირმა სოხაძე. მივესალმები მას, მადლობა ირმა, რომ აქ ხართ და მადლობა რომ დამპატიჟე. ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ არა მხოლოდ თქვენს შემოქმედებაზე, არამედ იმაზე თუ როგორ იცვლება ადამიანი და როგორ მიდის ეს ტრანსფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროცესია, იქნება ბევრი კითხვა თუ არა რამოდენიმე კითხვა ნამდვილად პოზიტივიდან წამოსვლის შესახებ ზოგადად პოზიციების შეცვლასთან დაკავშირებით და თავშივე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანი არ არის, რომ ნიშნის მოგებით ვისაუბრო, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არის გავარკვიო რა პროცესია ეს ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ ჩვენს გარშემო არიან მეგობრები, ახლობლები, ვინც ადრე ჩვენი თანამოაზრეები იყვნენ და ახლა რეჟიმს უჭერენ მხარს და ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი. თქვენ ძალიან აქტიურად უჭერდეთ მხარს ქართულ ოცნებას და ინტერვიუებში არაერთხელ აღგინიშნავთ ეს. იყავით გულმხურვალე, გულშემატკივარი ქართული ოცნების თვალდახუჭული ვენდობიო, ასეთი რამეც გითქვამთ. სანამ გავარკვევთ რა იყო თქვენთვის წითელი ხაზი, რამაც შეგაცვლებინათ პოზიცია, უფრო მაინტერესებს რას ემყარებოდა თქვენი ნდობა მაშინ. რის გამო უჭერდით მხარს? კი ბატონო, გასაგებია, რთული კითხვა არ არის მაინდა-მაინც, ცოტა ისეთი მრავალპლასტიანია, მაგრამ ვესები თავი გავართვა. ერთი არ მომეწონა, რაც თქვი, ნიშნის მოგებით არ დაგელაპარაკებიო. მე მგონი ნიშნის მოგებით თუ ვინმეს არ უნდა დაველაპარაკოთ დღეს, ეს სწორედ ჩემ პოზიციაში და ჩემ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მე ვისურვებდი, რომ ბევრი მოვიდეს აზრზე, მარტივიანით რო ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ აქ ნიშნის მოსაგები არაფერია. მე რატომღაც მაშინ არ უჭერდი და რატომღაც ახლა არ ვარ სხვა პოზიციაზე. ამას ორივეს ძალიან მყარი საფუძველი აქვს. კერძოდ, საერთოდ იგულისხმე, რომ ხშირად იმ ადამიანებს, რაც მე ძალიან არ მომწონს, ვინც შეიცვალა პოზიცია, ახსენებენ ამას და იმის დამონათება მაშინ რატომ მოხდა ისინი მომწონდა და რატომ მიზანი მოკლედ ეს არ არის. მარტივად გეტყვი, მე საერთოდ ყოველთვის ვუჭერ მხარს ახალ ძალას, თავის დროზე, რა თქმა უნდა, ხა არ დავიწყოთ, თუ გინდა დავიწყოთ, ზვიარ გამსახურდიასაც უჭერდი, რა თქმა უნდა, და იმ 98%-ში ყველანი ვიყავით, ხო? იმ ხმებში, რომელთაც მოვიდა ყველა პრეზიდენტი. შემდეგ შევარნაძესაც უჭერდი, იმიტომ პირადად ვიცნობდი ბაბუაჩემის მეგობარი იყო და ბევრი სიკეთე აქვს ამ ადამიანს, რაც არ უნდა დღეს რაღაცეებს ვამონათებდეთ და ვქილიკობდეთ, საქართველოსთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და პირადი რაღაცა ურთიერთობის დროს იყო საოცარი თბილი ადამიანი. მე რა თქმა უნდა ყველა პრეზიდენტს რომ მოდიოდა, იმდენად მქონდა იმედი რომ ახალი ამბავი უკეთესია ძველზე. მიშა სააკაშვილი თავიდან რომ მოვიდა, კონცერტებს უმართავდი ბაგებში და წყნეთში და მიშა ჯერთი ოჯახებით ძანახლობლები ვიყავით, მოდი ამასაც ვიტყვი და ნუ ახალგაზრდა ნიჭიერი, განათლებული, ამერიკაში დამთავრებული თუ რაღაცა და დიდი იმედი მქონდა რომ რაღაცა ამ ჭაობიდან ამოგვიყვას, მართლა ცოტა მოჭაობო სიტუაცია იყო მაშინ, ხო? და მე ბრმა ხوارა ვარ, იმიტომ რომ თავიდან ვუჭერდი და მისი ოჯახი ჩვენი ახლობელი იყო, ამიტომ ბოლომდე უნდა ბრმათ დამეხუჭა თვალები ყველაფერზე. ის ძალიან სასტიკი რეჟიმი იყო, მე ასე მიმაჩნია, ნაცმოძრაობა იყო სასტიკი რეჟიმი და როდესაც უკვე აღარ შეიძლებოდა იმ სატანა და მოვიდა ადამიანი, რომელმაც ეს შეცვალა, მე რა თქმა უნდა მომეწონა და კიდე ერთხელ გულმხურვალედ დაუჭირე მას მხარი. წლები მჯეროდა, რომ ეს მართლა გულწრფელად იყო ყველაფერი გაკეთებული, რომ ჩვენ მართლა ცოტა შეიძლება ბორძიკით მიშას ერთ-ერთი ქუდის არ იყოს, ხო? მაგრამ სწორი მიმართულებით მივდიოდით ერთმა პოლიტიკოსმა რო თქვა და შემდეგ იმ ქუდში ძალიან კარგად იყო ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. მაგრამ ისე ვიტყვი, ბრმა ხო არა ვარ და დღეს ვინც კიდე დარწმუნებულია რომ მივდივართ ევროპისკენ, მოდი ისინი დავამონათოთ და იმათ ვთხოვოთ და რაღა თვალი აუხილოთ, თორე ვინც ხვდება რომ დღეს ეს სრული ტყუილია, დიდი ფარსია და ჩვენ ამის მსხვერპლი ვართ უკვე დღეს. მე და შენ კი არა, ქვეყანა. და რაღაცა სხვა ხდება ჩვენ თავს, თუ რა ხდება ყველა ვხედავთ. დღეს კიდე იმის ლაპარაკი რომ არა შენ არ გესმის და აბომი გინდა და აბა ნაცების მოbrunება გინდა და არ მინდა, არც ომი მინდა, არც ნაცების მოbrunება მინდა, მაგრამ დღეს სადაც ვართ, ეს არ შეიძლება.
მინდოდეს, ხო? მე ასე მგონია, რომ ნორმალურ ადამიანს ეს არ შეიძლება მოწონდეს. და ამაზე თვალი დახუჭოს, რომ არა, ოღონდ ომი არის, ომი რატომ უნდა იყოს? სად არის ომი? აი რომელ ქვეყანაში ეხა 1000 პოლიტიკური ძროები ხდება, ხო? აგერ სომხეთი, აგერ აზერბაიჯანი, იგივე მოლდოვა, ვისე ომებიან, ვის ბომბავენ, რა ხდება ხალხო? მარტო ჩვენი ჯინია, ამ deep states, მეტი არ არის. ხო, ამაზე მინდა deep states მე დავარქი deep fake და ძალიან მომწონს. ეგ ძალიან კარგი გლობალური deep fake. ხო, აი ამაზე მინდა ვისაუბროთ აუცილებლად. აი ეს deep state-ი, რაც ახლა აღნიშნეთ თქვენ, ამის ნომერ პირველი პროპაგანდისტი ამ მოსაზრების არის პოსტივი დღეს და ამაზეც მინდა ბუნებრივია ვისაუბროთ. პოსტივი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული მანქანა ისეთ რამეებზეც კი არ თაკილობს, რასაც სხვა პროპაგანდისტული მედია მაგალითად უარს ამბობს. და ეს არ დაწყებულა მაგალითად სულ ახლახანს. აი ამ ხრივადაც მაინტერესებს თქვენ ირმა ხედავდით მაშინ რომ რაღაც ისე არ იყო და თვალს ხუჭავდით თუ ცდილობდით ამის გამართლებას თუ ფიქრობდით რომ თქვენ ეს გეჩვენებოდათ აი რა ტიპის პოზიცია გქონდათ როდესაც ჩვენ პერმანენტულად პარალელურად მუდმივად გვესმოდა პოსტივიდან პროპაგანდისტული გზავნილები და თქვენ იყავით ამ არხის თანამშრომელი. ვიკა ჯერ ერთი მართალი რო გითხრა ეს წელიწად ნახევარად წამოვედი, საერთოდ ვერ უყურებ მაგ გადაცემებს, არ უყურებ. ასე რომ არ ვიცი, ხა deep state-ზე ლაპარაკობენ თუ გლობალური ომის პარტიაზე, გულწრფელად არ ვიცი, შემიძლია დავიფიცო. ერთადერთი რაც მე არ მომწონდა და ამაზე ზოგჯერ ვკამათობდი კიდევაც ხელმძღვანელობასთან, იგივე აი ეს თუმცა მე არ მეხებოდა, მე გასართობი პროგრამა მიმყავდა ყოველდღიური ჩემ მანუსთან ერთად და ძალიან კარგად გრძნობდი თავს და რო არ მოგატყვის ადამიანები და ეს სიტუაცია, სადაც მე კონკრეტული ურთიერთობა ვისთანაც მქონდა, ძალიან დიდი სიტყვოთი მახსენდება დღესაც და ზოგადად არხის პოლიტიკა, ну ცოტა გადაჭარბებულა რა თქმა უნდა, მაშინაც მეჩვენებოდა და აი მაგალითად არ მომწონდა ეს ამდენი პროპაგანდა რომ თურმე დასავლეთი საშინელია, რატოა მე არ მესმოდა მას თავიდან, დიდხანს ვფიქრობდი რომ რატო? მიკამათია კიდევაც მკითხვაც დამისვავს. აბა რუსეთი რა რუსეთი ის რუსეთი მეუბნებოდნენ. კი, როგორ არ ამბობ, ძალიან ხშირად, აი ბოლო დროს მაინც სულ ვეკითხებოდი რომ გამაგებიე რა გვინდა, სად მივდივართ. ესე იგი, ან ეს არის, ხო არ არის რაღაცა შვეიცარიასავით, რაღაცები რომ ამბობ ნეიტრალური ქვეყანა ვიყოთ, არც იქ ვიყო და სად გვინდა რომ ვიყო, რა რუსეთი რას ლაპარაკს, სადა არის რუსეთი, მაგრამ აბა ეს რა არ მომწონს. აი ეს პროპაგანდა რომ თუნდაც ის რომ LGBT პროპაგანდა ავიღუპეთ ევროპას თუ დაუმეგობრდით და ესე იგი ბიჭი წავა საბავშვო ბაღში და გოგო მოვა და აი ამაზე იყო ლამის პროპაგანდა რაც სამწუხაროდ დაიჯერა ხალხმა. ირმა ვის საუბრებოდით ამაზე? არ მინდა კონკრეტიკა, ვისთან ველაპარაკებოდი ხა ხელმძღვანელობას, ხო? ველაპარაკებოდი ნამდვილად, ვისაც კარგად ვიცნობ. დიდი ხანია თანამოაზრები ყავდათ, მაგალითად ამბობთ რომ კარგად გახსენდებათ ეს პერიოდი. არა, მე მახსენდება ადამიანები, ვისაც კონკრეტული ურთიერთობა მქონდა, ოპერატორები პრემიორები იმათან არ მქონდა ხან თემებზე ლაპარაკი მაინდა-მაინც, იმიტომ რომ აზრიც არ მქონდა, ხო სწორია რომ ახლა შენ ასე მიგა. კი, მე ჩემს ყველგან ვამბობდი და არსად არ მალავდი, მაგრამ მე კიდე ერთი უცნაური თვისება მაქვს. რაღაცის რომ ჯერა, რაღაცა პერიოდი დიდხანს ვატყუებ ჩემ თავს და ვაჯერებ, რომ არა, ეს არ შეიძლება ასე იყოს. აი როგორ შეიძლება? ეხლა მე აი ამ შავზე მეუნებოდნენ რომ გეჩვენება ეს თეთრი, ალბათ ცოტა ნაცრისფერი მაინც არის, გესმის? აი ეს უნარი და თვისება მაქვს, არის, აი ეს ცუდია, მაგრამ თავდაცვა ერთგვარი შეიძლება გამართლება. პირველი სიგნალი და წითელი ხაზი წეგან შენ ახსენე იყო პირველად რომ აი ეს კანონი შემოიტანეს, ხო? ხო, იცი, ჩვენ ვეძახით რუსულს და ისინი ამას აპროტესტებენ და მოდი არ დაუძახოთ რუსული აგენტების კანონი. კი ბატონო, აგენტის სიტყვა მოიღეს, გამჭვირვალობის კანონი. აი ეს კანონი იყო გრევის დასაწყისი, რაც გინდა ის დაუძახოთ. ამაზე ნუ წამოვეგებით, მაშინაც უნერვები მეშლებოდა, ასხდარი რუსული არგუმენტები, დაგვიმტკიცეთ, არავინ არაფერს ვერ ამტკიცებთ, რომც ამტკიცებდი ისინი არ გიჯერებდნენ და ამას მოუნდით ჩვენ წელიწად ნახევარი ლამის რომ გაგვეგოს რუსულია თუ ფრანგული, ამერიკული იყოს, ფარა იყოს, სულ ერთია, ეს სულ სხვა კანონია. იქ არ არის ლაპარაკი არც არასამთავროებების დახურვაზე და დაბლოკვაზე, არც მედიის შევიწროვებაზე, არც თავისუფალი სიტყვის ჩახშობაზე. ამაში თუ ვინმეს ეჭვება, რომ დასავლეთში ეს კანონები სულ სხვა მიზნებს ემსახურება და იყო ძალიან ხშირად, რომ აბა ფრანგებიც იღებენ და ფრანგებს უნდათ და ჩვენთვის არ უნდათ, თიც გვიქნებენ, მონები ვიყოთ, აი ეს თემა მინდა კიდე რომ ხაზგასმით კიდე გავშალოთ, იმიტომ რომ აი ეს მაგიჟებდა, რომ
ღმერთო ჩემო, საფრანგეთის ნაირი სასამართლო რო გვექნება და ამერიკის ნაირი, აი ხა ტრამპის რამდენიმე ინიციატივა სასამართლომ გააჩერა. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოს სასამართლომ გააჩეროს ხელისუფლების ინიციატივა, ხო? როდესაც შენ ხარ დაცული, როცა შენ შეგიძლია რომ დაგაბრალებენ, რომ ნიანგი ხარ თუ აკლემი, გაასაჩივრო და სიმართლეს მიაღწიო, არ გეშინი არც იმ კანონის, მაგრამ კიდევ ამბობ, ის კანონი არ არის ეს კანონი, სულ სხვა რამეა. და ეს იყო წითელი ხაზი. პირველი წითელი ხაზი იყო პირველი რუსული კანონი და მე მართლა უკვე სერიოზული საუბრებიც მქონდა და წამოსვლას ვაპირებდი და გაიტანეს. და მაშინ ეთერში ვთქვის, მაგ ის ვიდეო შენახული, რომ აი ხო ვამბობდი. მართალია ცოტა გვიან, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს სტუმრები მყავდა, ისიც მახსოვს. და თქვი რომ აი რა კარგია რომ ჩვენმა პარლამენტმა გაიტანა ეს კანონი, იმიტომ რომ მიხვდა რომ ეს რაღაცა შეცდომა იყო და აბსოლუტურად არ იყო საჭირო ხამის გაკეთება და აი ხო ვამბობ რომ პულსზე უჭირავს ჩვენს ხელისუფლებას. ხელი ქვეყნის პულსზე და არ დაუშვა ის რაც დაუშვებელი იყო. მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს მაინც აი ეს ტრანსფორმაციის პროცესი როგორ ხდება. ეს ერთ დღეს ხდება, როდესაც უცებ აღმოაჩენ რომ ის რაც აი შენ გეგონა რომ თავის მოტყუებაც ვახსენე და მე აბსოლუტურად კარგად მესმის რას გულისხმობთ, როდესაც სასურველ რეალობას იღებ და ბლოკავ იმას რაც სინამდვილეში რეალობაა. მე ძალიან მინდოდა რომ ის რო ყოფილიყოს ნამდვილი, სინამდვილე, რაც მე მინდოდა. წვეთობით. ეს არის მოთმინების ფიალა. არა. უყურე როგორია იაზრებ რომ ის გუნდი რომელსაც უჭერდი მხარს არ ყოფილა ისეთი როგორც შენ წარმოგიდგენია. აი როგორ აღიხსნა გუნდზეც გულის წვეტა მაქვს და გაბრაზება მაქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ჩემი მე სულ ხუმრობდი რომ როგორ ბედნიერი სიბერე მაქვს გარანტირებული, მინდა უმღერი, მინდა უკრავ, მინდა ვარჯიშობ, მე ეს გადაცემა ძალიან მომწონდა, სიტუაციაც ძალიან მომდა რა კონცერტებში მონაწილეობ, აი ძალიან ლაღი სიბერე მეგონა რომ ეკნება. რომელიც აღარ მაქვს. და ამაშიც რა დანაშაულებ ამ ხელისუფლებას. გესმის, იმიტომ რომ სიბერეზე საუბარი ადრეა შემთხვევაში. იპოთეტიურად. კი ბატონო. რიცხვებს თუ დავაეყრნობით და ასაკს ესია, ხო? სიბერია თუ რაც არის, აი დარჩენილი ცხოვრება, აქტიური, ძალიან კარგი, როგორც მე შემიძლია რომ მქონდეს და მინდა რომ მქონდეს, მეგონა რომ მაქვს. მე პროტესტი მაქვს, ისე რომ არაფრის გაკეთება არ მინდა, წელს იუბილე მაქვს და კონცერტის გაკეთება არ მინდა. ხო და მოუყვა ის ფიალა როგორ აივსო, გესმის? აი ეს ხო იყო პირველი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი რაღაცა ჩემი თავის გამართლების კიდე ერთხელ შეგრძნება მქონდა რომ აი ხო თქვი კაცო რაღაცა შეცდომა იყო და ეგონათ რომ კარგია ეს კანონი და რა აგენტი ვისჭირდება რა თქმა უნდა გაიტანდენ და თქვენს როგორ დათქმით მეც არ შემოვიტანთ არასდროს მეორედ რომ შემოიტანეს აი ეს იყო ბოლო წვეთი ჩემთვის როდესაც მე მივხვდი რომ მოთმინების ფიალა აივსო ხო ეს უბრალოდ ხატოვანი გამოთქმაა ხო მე მივხვდი რომ შავი შავია და თეთრი თეთრია და არავითარი ნაცრისფერი არ არსებობს მათ შორის შევიდა უთხარი შალვაც რომ მე ვეღარ ვიმუშავებ იმიტომ რომ მე არ შემიძლია ვიჯდე ვითომცა არაფერი ეთერში როდესაც ქვეყანა ინგრევა და არაფერი არ ინგრევა მითხრა ცოტა ხანი მოიცადე ყველაფერი აი ნახავ შენ თვითონ როგორ დალაგდება და აი არა არ უნდათ ძალიან არ უნდათ რომ წავსულიყავი ახლა ჩვენ ეს კონტროდუქტიულია მითხრა ცოტა ხანი იქნებ რაღაც ნუ გავაჩეროთ მე ვთქვი მე არ შემიძლია ვიყო იქ სადაც ვიღაცას ვაყენებ უხერხულ დისკომფორტს ვანიჭებ ხო როგორ ვიყო აქ როცა სულ სხვა აზრზე ვარ და მივხვდი სადაც ვარ და არც ის შემიძლია რომ თევზივით მე თვითონ ჩემი თავი ჩავიყენო დისკომფორტში და არ ვილაპარაკო და ვითომც არაფერი აქ რაღაცა იმაზე ვარსკვლავებზე და ზოდიაქოს ნიშნებზე და ტორტებზე ვილაპარაკო ჩემ გადაცემაში როცა ბევრს არ ყოფნის სიმამაცე თქვას რომ მე ვწდებოდი ეგ არის მთავარი მე მარტო მაქსიმამაცეზე არ ვამბობ ეს არაფერი ანგელოზი და სანიმუშო მე არა ვარ არაფერი არ გამიკეთებია მაგრამ რაც გავაკეთე ისეთი კმაყოფილი ვარ ვიკა მე უარი ვთქვი ხელფასზე გადაცემაზე ჰონორარებზე კონცერტებზე ქართოს პრემიაზეც კი უარი ვთქვი ეს არ არის ადვილი პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე დავრჩი გესმის ნუ რაღაცები მაქვს ისეთ სასიცოცხლო ჩემთვის სრულიად საკმარისი. ქართოს ხელფასი ახსენეთ, უბრალოდ პრემია ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებდა ამას ივანიშვილი? ეს იყო ქველმოქმედება თუ ეს იყო დღევანდელი გადმოსახედიდან მინდა კითხოთ, იყო ქველმოქმედება თუ ეს იყო მოსყიდვა განწყობების? არ მინდა ეს ცუდი სიტყვა ვიხმარო, მოსყიდვა.
იმიტომ რომ ნამდვილად არ მოусყიდი ვარ მაშინ მე ამით და მე მაშინ გაბრაზებული ან 400-ზე რო ყოფილიყო ირაკაია რო სტიპენდია დამინიშნა და მომეწონა ისე არ იყო მაშინ დარწმუნებული ვიყავი რომ სერი ქველმოქმედება და ისეთი სიმპათიით იყო ჩემ მიმართ იცი მე მაშინ ხო გინდა 10 წელი უმუშევარი ვიყავდი ვერ ხვდებოდი რა ხდება 10 არა მანუ 8 წელი რო ეგენი რომ მოვიდენ და ესენი რომ მოვიდენ ამათი მხარდამჭერიც ვიყავი ყველა რაღაცა კლიპებში იყო თუ მერი მოდიოდა თუ რაღაცა არჩევნების წინ სულ ყველგან მეძახდნენ და სამსახური არ მქონდა ძალიან დარდობდი იცი სამსახური არ ამაქვს და ამაზე მწყდებოდა გული და მე რო შემხვდებოდა ივანიშვილი აი გეუბნები 10 კაცი რო იდგან 100 წამოვიდა და ჩემკენ გამომარჩევდა მომიკითხავდა და ერთი ოჯი ისე მომინდა რამე ხო არ ჭირდება ჩემო ირმა რომ მკითხა ძალიან გულითადად სამსახური არ ამაქვს და მე თქვა რომ ვერ ვთქვი გესმის ნუ აი ძალიან მომერიდა თორე იმ წუთში გამიკეთებდა რა უნდა ხა ჩემ რომელიმე ტელევიზიაში დაბრუნებას ხო თვლი რომ მას პერსონალურად საუბარი ხომ არ გიჭირს ცოტა მიჭირს რატო გეტყვი იმიტომ რომ აი კიდევ მინდა ჯეროდეს რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება არ არის. მე მგონი ახლა თავის მოტყუებს. ეხლაც რასაც აკეთებს, უბრალოდ იძულებულია. აი ესეთი შტაბეჭდება რჩება. სხვა გამოსავალი არა. არ ვიცი პუტინისგან თუ დიპ სტეიტისგან თუ ვისგან არ ვიცი. ანუ რაღაცა ხდება ისეთი თავ ზემოთ ძალა არ აქვს. იმიტომ რომ ასე უცებ 28 ნოემბერს რაც მაგათ გააკეთეს, ხო მანამდე ხო მე წამოვედი და მივხვდი რაც ხდება, მაგრამ აი ამ დალაგებულზე ასე თუ ისე და დაწყნარებულზე რომ ისე კარგად შეიძლებოდა კიდე 10 და 15 წელი ჩვენი მოტყუება და ვითომ ბორძიკით დასავლეთისკენ სიარული ღირსებით რო დაწერეს არა მაგრამ რაღაცნაირად როგორც ეხა მე შეგელაპარაკები გესმის ახლა რომ ჩვენი მოტყუება შეიძლება კი თავისუფლად უცებ რატომ უნდათ რომ 28 ნოემბერი მწარეთ მახსოვს ჩემი დაბადების დღეა და ესეთი საჩუქარი მივიღე მედარეზო ვიყავით თურქეთში და მეგობრები მირეკავე რომ მორჩაო დამთავრდა აი ესე ნაჯახით ის ტოტი რატომ მოჭრეს და მოსხიპეს რომელზეც თვითონაც ისხდნენ ჯერ მარტო შარშან აი მეორე თამ კანონის შემოbrunებამდე ზღაპრის ბლოკეთილია ხო გახსოვთ ყველას ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვება ხო გვახსოვს ნუ ისე გვიყვარდა ყველას ერთმანეთი თვალში ჩავარდნოდით ხელს არავინ და რა ამოისვავდა და აი რა მოხდა მე უცებ ესე გაფუჭება ყველაფრიც აი ამიტომ გონი ეს არაბუნებრივია შენ თვითონ ძალიან უნდა მოგინდეს რომ შენ თავს ეს დაუშავო და ალბათ ვიღაცა მაიძულა ალბათ მოხდა რაღაც ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით რაც მის ძალებს აღემატება რომ ამას შეეწინააღმდეგოს ნორმალური ადამიანი დალაგებულს და არ ვიცი უკვე გონი დავიჯერო ფეიქია თქო ვიძახი მაგრამ გონი დავიჯერო იმიტომ რომ თურმე ის სიტყვებიც რომ რადო დანიშნეს გახარია რომ გახარია ყველას ჯობი მე სიტყვებსაც ტექსტსაც დიპ სტეიტი უწერდათ და უკარნახებდა თქვენ ახსენეთ რომ თქვენ გქონდათ გასართობი გადაცემა იყავით კომფორტულად კარგად გრძნობდით თავს ეხლა შესაძლოა იგივე არგუმენტი გქონდათ იმ ადამიანებს ვინც დარჩა მე პოლიტიკა არ მეხება მე მაგრამ ამავდროულად სანამ ისინი გასართობ გადაცემებში არიან მაგალითად შალვა რამიშვილი ძალიან მკაფიოდ და ღიად ამბობს რომ ის არის რუსი პროპაგანდისტი მოგვისმენია მისგან ეს განცხადება რომ მაგალითად რომ უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება ანუ ორი პარალელური კი ბატონო ანუ თქვენთვის მაინტერესებს როდესაც ადამიანს აქვს გასართობი გადაცემა რომელსაც ამბობს რომ მე ვარ აპოლიტიკური მას არ ეხება როგორ ფიქრობთ რომ მისი ხელმძღვანელობა დეკლარირებულად ამბობს რომ უკრაინის დამარცხება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას შეიძლება შეეხოს. ხო და არ არის ეგ სწორი, ჩემი აზრით, ეგ არის ძალიან ცთარი პოზიცია. აი ძალიან ცუდი პოზიცია, იმიტომ რომ მე საერთოდ ვერ ხვდები, სხვაებიც წერენ ახლა. ნუ შალვა არის პროპაგანდისტული არხის დირექტორი და ნუ ასე თვლის, აქ ვალდებულებაც აქვს და ასე ამბობს, მაგრამ აი ჩემი ყოფილი მეგობრები, მე ამ სიტყვას ვამბობ სულად შეგნებულად და ბევრი მამუნათებს, რომ მეგობარი როგორ შეიძლება პოლიტიკაში გაცვალო, არ ვცვლი არავის არავისში. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არ არის რომ მე დაუშვათ მომწონდა კოსტავა და შენ მოგწონდა ზვიად გამსახურდია და ამაზე ვკამათობდით, რომელი უფრო დიდი პატრიოტია და რომელი არ ეს სხვა თემა. ან მე რომ მოვიდა დაუშვათ შევარნაძე მეც იკეთეს მოუტან საქართველოს თუ ეს სხვა თემები და მაშინა ძალიან ბევრი მეგობარი დაიკარგა სხვათა შორის აი ამ რაღაცეებში, ასე რომ პოლიტიკა ჩვენი ცხოვრება ხვდები და ეს არ არის ის შემთხვევა რომ პოლიტიკის გამო ადამიანი დავკარგე, მაგრამ როგორ არ დავკარგო ადამიანი რომელიც წერს შალვას თავი დავანებოთ. ჩემი ყოფილი აი მეგობარი წერს რომ
გულშემატკივრობ რუსეთს. ეს კლოუნი, ეს ზელენსკი, არა ეს ჩემც არის იცი როგორი წარმოუდგენელი რაღაცა, ვიკა სულ რო თავი დავანებოთ და მართლა კლოუნია ზელენსკი, გადასარევია პუტინი, ძალიან ჰუმანისტი და წერენ არ წაგიკითხავს? შენეთქობა აღარ ყავს ეგეთი ფრენდები, მე კიდე ცოტა შემომრჩენ და ვშვინეც რა ჩემი. ხო და იცი რა მიკვირს? აი მარტივი კითხვა მაქვს, შენი ქვეყნის ოკუპანტი, სულ ანგელოზი იყოს. რატო უნდა მოგწონდეს და რატო უნდა გულშემატკივრობდე მის გამარჯვება სხვა ომში? ეს აღმოჩენა იყო თქვენ. აბსოლუტური ერთგვარი შოკი. გამოვშტერდი, აი ამან გამაგიჟა, რომ ჩემი მეგობრები, რომლებთანაც მე ყავა დამილევია, შვილები მოგვინათლავს, ბავშვობიდან ერთად ვარ და უცებ მეუნება, რომ აბა ვინ ზელენსკიმ გაიმარჯვოთ, იმ კლოუნმა, იმ სამხედრო მოღალატემ თუ რაღაცა, რომ რომელსაც თავისი ერი გაწირა და რაღაც სულელები გესმის და აი აქ უკვე მივხვდი, რომ ჩვენ ისეთი ფუნდამენტალური განსხვავებები გვაქვს საერთოდ ყველაფერზე. ჩემთვის მეგობარი ჩემი მტერია, ხო ეს უნდა იცოდეს ყველამ და ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია, კაცო, როგორ შეიძლება ჩათვალო რომ შენი მტერი, რომელიც შენ მეგობარს, ну კაი, ნუ თვლი მას მეგობრად, მაგრამ ვისაც გინდა, მოუგებს, ეს შენთვის კარგია. აი ლოგიკა გამაგებიოს ვინმე, გესმის? კი ბატონო. სად ხვდებიან ამას, რომ რუსეთის გამარჯვება დღეს ჩვენთვის კარგია. ნუ სხვები მყავს კიდე ისეთები, რომლებიც ამბობენ, კარგი რა, აბა სად გინახავს, რა დამარცხებული რუსეთი გინახავს? გესმის? მინახავს. რამდენჯერაც გინდა ჯერ, მაგრამ დავანებოთ მაგას თავი. რუსეთსაც უნდა ისქნას, უნდა დამარცხდეს, უნდა გაიმარჯვოს. მე ჩემ პოზიციაზე გესაუბრები, რატო უნდა მომწონდეს და მისი გამარჯვება მიხარო. არა, ნუ ეს ცოტა არაბუნებრივია, იცი, ცოტა პათოლოგიურია მაპატია. ისინი ვინ არის ეს ხალხი? გულშემატკივრობს რუსეთს, იმიტომ რომ დამარცხებული რუსეთი არ უნახავთ, ანუ გამარჯვებულ ძალას გულშემატკივრობს თუ გულშემატკივრობს რუსეთს? ანუ როგორც ასეც რუსეთს ალბათ არა, მაგრამ აბა რა ვქნათ? მოიგებს მაინც რუსეთი და შენ რა გინდა რო ქნა? გაანები ამ რუსეთს. კარგით, აი დაკარგულ მეგობრებზე გწყდებათ გული? არა. აბსოლუტურად არ მწყდება, იმიტომ რომ იცი რა, ზუსტად კიდევ ვამბობ, ეს არ არის. იცი აპოლიტიკურობა დღეს არის დანაშაული. ხო თქვა, მე მგონი სემუელ ჯონსონმა აღარ მახსოვს, რომ პატრიოტიზმი არამზადების ბოლო თავშესაფარია და მე მიმაჩნია აპოლიტიკურობა, არამზადების და გარეწრების ბოლო თავშესაფრად. მაპატიონ ხა ამას ვიცი გამომიტანენ ცალკე რომ ვინ არის შენი გარეწარი და როგორ ბედავო, მაგრამ მე კონკრეტულად არავისი არ ვამბობ, ვინც თავის თავზე მიიღებს ეს მისი პირადი საქმეა და პრობლემა, ხო? აბსოლუტურად გონია რომ დღეს რომ ხარ აპოლიტიკური, ანუ აი ეს არ გეხება და შენ გასართო პროგრამას აკეთებ, ხო? ну ცოტა სხვაგან ხარ რა, მარტივად რომ ვთქვა, ან სინდისთან გაქვს პრობლემა, ან რაღაც მენტალური პრობლემა გაქვს, შენი ქვეყანა შეიძლება დაიღუპოს, შეიძლება ეს უნიკალური შანსი, რომელიც გქონდა წყალს გავატანოთ და ნაგავში გადავაგდოთ. შენ ამ დროს ამას ვერ გრძნობ და შენ მტერს გულშემატკივრობ. აი ვინმე ეს ლოგიკური ჯაჭვი ამიხსნას, თუ ვინმე მიწის მარტივად მომწეროს პასუხი და დავდუმდები საერთმას არ ამოვი. გემუდარებით ჩემ ყოფილ მეგობრებსაც, ახლანდელებსაც, რომ დაფიქრდით, სად არის მონობის პერსპექტივა, ისევ რუსეთთან კავშირში, ისევ რაღაც 3+3 რაღაც ისულელებს რომ ამბობენ. მე რატო უნდა ვლაპარაკობდი ამაზე ვიკა? დამგიდე ყური, მე ვარ ევრაზიის ტელეაკადემიის აკადემიკოსი. მუდმივ მოქმედი, დღესაც აკადემიკოსი ვარ, თუ მინდა ამ ევრაზიაში ყოფნა. მე ვარ aranjevaya девочка, რომელიც გიждდება მთელი საბჭოთა კავშირის დღემდე ჩემზე, შედარიცი კიდე მომდის წერილები. და ვიქნებოდი ასე, რუსეთშიც ვიმღერებდი, რაღაცა ყაზახეთში კონცერტებს გაცილებით უკეთ ვიცხოვრებდი და საერთოდ ხმას არ ამოვიღეთ, ყოდი რომ მე ვარ აპოლიტიკური და ნუ რა ვქნა ხა ასეთია რეალობა და ხა მე ხო არ ვარ ჟანა დარკი. ხვდები, მაგრამ ეს ხო არ შეიძლება, ეს ხო წარმოუდგენელია. მოვიდეთ აზრზე, მეგობრებო, რამდენი ხანი შეიძლება ხა ან სხვა ატყუო და მისმენდეს საკუთარი თავი, ხო? და მოდი რა, დავჯდეთ და გავიაზროთ, სად გვემუქრება განვითარების შეფერხება, 1000 უბედურება, ჩვენი შვილების მართლა ძალიან ჩაკეტილი და ცუდი მომავალი, ეკონომიკური უბედურება ყოფს თავი დავანებოთ. აბა იმათი მოგდებული მილიონები გვინდა? მოგდებული რა შუაში აქ. ან ის რომ 4 წელი რატო შევწყვიტეთ ისე 28 ნოემბერს უბრუნდები 4 წელი რატო მოვსხიპეთ ურთიერთობა რომ ჩვენით გავაკეთებთ ყველაფერს და 30-ში შევალთ ეს ხო მტკნარი ტყუილია მეგობრებო ეს ხო არ არსებული ამბავია იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს შესაძლებელი და რა არის ამაში ცუდი რომ ევროპამ გითხრას რომ შეცვალეთ სასამართლო სამართლიანი ადამიანების უფლებები დაიცავით ქუჩაში გამოსულ ხალხს თუნდაც არასწორი პოზიცია გქონდეთ ჩექმებით ნუ დაჩეჩქვავთ მე ისე ვარაუდით ნუ დაიჭერთ 50 ბიჭს
და არც ერთ მოძალადეს უბატონოდ ხმას ნუ გასცემთ. ასე ნუ მოიქცევით. და ბოლოს მოდი ხა წავიდეთ ცოტა კიდე უკან 28 ნოემბრის ხსენებაზე. რა დააშავეს ამ 50-მა ბიჭმა თუ 60-მა დღეს რა დააშავეს? აი ესეც ხო შეიძლება გავიაზროთ, ვინ იყო ამაში დამნაშავე? ეს ბავშვები რა გადატრიალება უნდათ მოეწყოთ, რევოლუციაზე ფიქრობდნენ თუ რა? კი, გააპროტესტეს ცოტა ხანი არჩევნები და ისიც უკვე მინავლების რეჟიმში იყო, რომ გამოვარდნენ და თქვენს რომ აღარ არის საერთოდ ევროპაზე ლაპარაკი და გაგიჟებული 100,000 ადამიანი გავარდა ქუჩაში. ეხლა იმ 100,000 ადამიანში პროვოკატორიც იქნებოდა, ვიკა. ვიღაცა ქვისმცროლელიც იქნებოდა, ხისაც, დროშის ამწევიც და პეტარდის გამგდებიც და რა ვიცი, მოლოტოვის კოქტეილისაც. ალბათ გაგიჟებული 100,000 ვინ გააკეთა ამის პროვოცირება? მე თუ შენ? თუ თვითონ ხალხს მოუნდა უცებ რომ მოდი ახლა გავაპროტესტოთ. ხო, არც ერთ პატიმარს არ ჭერია ხელში მოლოტოვის კოქტეილი კი არა და ჯოხი და ვარაუდით დაიჭირეს აი ესე, მოსხიპეს, უყურებთ ამ პროცესს. ვერა, ძალიან მიჭირს. აი რაზე მაგ საშინელი გულის ტკივი. ტირი რო უყურებ. პატიმრებს. არ მინდა გვარები და სახელები. თითოეულ მათგანს რო უყურებ. მათ მშობლებს. ტირი, იცი რატო ყველაზე მეტად მე საერთოდ თუ ზოდიაქოსაც მოვიშველებ, შვილოსანი ვარ და ყველაზე მეტად აი არ შემიძლია უსამართლობის ატანა. აი რო ამბობენ რომ აბა როცემეს პოლიციელებს რა ვქნათ? კი ბატონო, ვიღაცამ დაუშვათ, მე არ მინახავს ნაცემი პოლიცია. მოდი, მინახავს. ხარი ნაცემი პოლიციელი 2. 300 კაცი რო იყო თავპირდალე წილი, იმათ ვინც ცემა ერთი მაინც დაიჭირეს. ჩვენი კოლეგები რამდენი ხო, მე ჟურნალისტად ვთვლისებ თავს, იმიტომ რომ 30 წელი ტელევიზიებში ვიმუშავე. აი თუნდაც მაკასის კისერი რომ მოუგრიხა და იცი რამდენი ჩემი მეგობარი, მაკაჩიხლაძეს რომ შემომივარდნენ რომ ეს იყო პროვოკაცია ნაცების დადგმული და მითხრეს კიდეც ის ბიჭი ვინც იყო ვითომ ეს ციფრიფანა ბიჭი რომელიც უკვე დაჭერილი იყო იმ მომენტისთვის არ მახსოვს სახელი და გვარი როდესაც მაკას ეს გაუგა ის ბიჭი ვერ იპოვეს ის 2 მეტრიანი ტიტუშკა თუ ვიღაცა არ უნდათ და ვერ პოულობენ ვიკა და ამ ჩემ მეგობრებს აი ამ უსამართლობის შეგრძნება რატომ არა აქვთ რომ აქ თუ სამართალი გვინდა დავაყენოთ ეს 50 ბიჭი აი თუ იყვენ დამნაშავე და დავსაჯოთ ისინი მის ნამდვილად ეს გააკეთა და კინაღამ დახოცა ხალხი მართლა ღმერთმა გვიშველა რა რომ არავინ არ მოკვდა რა ახალ მეგობრების გასაჩენად ფიქრობთ უკვე რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეხედულებები აქ არ არის პოლიტიკური შეხედულებები კიდევ ვამბობ ეს არის ადამიანი ჩვენი ცხოვრება ჩვენი მომავალი და საერთოდ ადამიანი რომელსაც შეუძლია იყოს ადამიანი ან რომელსაც არ შეუძლია იყოს ადამიანი და ამბობს რომ აბა ის ბავშვები რომ დაისტრესენ და ის ბავშვი არ დაისტრესა ხო 7 წლის ბავშვი 7 თვის ორსული დედის კალთას რომ ამოეფარა დილის 8 საათზე რომ 4 პოლიციელი შეუბარდა თუ ეს მართლა ერთხელ თქვი სადღაც და სულ ამას ვფიქრობ იცი ორველია ესეც ეთყობა რომ ყველა ბავშვი ისტრესება მაგრამ ზოგიერთი უფრო ისტრესება დეპუტატის შვილები ისტრესებიან ჩვენი შვილები არიან თუ ხო არ ვარ დეპუტატები და რა მოხდა მე რომ ჩვენები დაისტრესონ ეს არის სამართალი ეს არ არის ორმაგი სტანდარტი უკვე კანონებია ლამის პლუტოკრატიაა თქვენ დღეს ვიცინოდი ჩემ მეგობრებთან იქ იყო ეს ჩვეულებრივი ამბავი ორნაირი კანონები იყო ძველად საბერძნეთში ერთი იყო დიდრებისთვის ერთი იყო ღარიბებისთვის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რაც შეიძლებოდა მათთვის არ შეიძლებოდა ამათთვის და პირიქით რაც ეპატიებოდათ იმათ არ ეპატიებოდათ ამათ გესმის აქ გვინდა რომ მივიდეთ აქ ავართ თუ დემოკრატია გვინდა და ლაღი მომავალი არ ვიცი ხო გინდა ამიტომ მეგობრებს მე იმიტომ კი რომ პოლიტიკურად სხვაგან არიან აი იქ არ შეიძლება ყოფნა სადაც ისინი არიან და აი ამიტომ ხვდები იმასთან იმეგობრებ და ეს ირმა სოხაძე ძველი ირმა სოხაძესთან ადამიანი იცვლება ვიკა და საერთოდ არ მახსოვს აინშტაინმა თქვა თუ ვიღაცამ რომ არ იცვლება მხოლოდ სულელებიო. ნორმალური ადამიანი იცვლება გარემოებებთან მიმართებაში. როგორ შეიძლება მე აქ ვიდექი და სხვაგვარად არ ძალმიც და დღესაც აგვდგავარ, ნუ ცოტა ჩლუნგი უნდა იყო. კარდინალურად რო იცვლება ყველაფერი და ქვეყანა ამოტრიალდა და შენიც იქ როგორ გახარეთ გამაგებიენ. თქვენ ხართ ლამის ეპოქის ნაწილი, ხო? იმიტომ რომ ის სცენაზე რო ახვედით იყავით 4 წლის, თქვენ ხმას ყველა ვცნობთ. ხმაზე ვცნობს ყველა მაღაზიაში რო შევა სანამ შემხედა, მე ვიყურები. თქვენ შესაძლოა იყოთ ძალიან დამაჯერებელი ადამიანი უფროსი თაობისთვის. იყენებთ ამას, ესაუბრებით პოლიტიკაზე. დავაფიქრე. აი Facebook-შიც ვცდილობ და სულ მივარდებიან ჩემი მეგობრები, ეს ტროლია და ანებე თავი და არ არის იქება ტროლი კაცო. მე საერთოდ
დიდი ნდობის ის ამაქვს ლიმიტი და ადამიანში ჯერ მინდა კარგი დავინახო და ყოველთვის მგონია რომ მართლა ადამიანი რომელიც ასე ფიქრობს. ვიღაცებს შევშვები ვარ და მივხვდარ რომ ან ტროლია და ან ძალიან ესე აქ ნუ უკვე ჩანერგილი ეს ყველაფერი იმის გადაკეთება გამორიცხული, მაგრამ არ დაიჯერ ქუჩაში. ძალიან ბევრი ადამიანი ხდება, ხო, ყველა მცნობს. ძალიან ხშირად უცხო ადამიანები მეკითხებიან, რომ აი რატო, რა ქენი, რატო ზოგი მაქებს უმრავლესობა მკოცნის და ამიტომ აქ იმედი რომ არც ისე ცოტა ის საქმე უმრავლესობა მოდიან მადლობას მიხდიან აი ადამიანური პოზიციისთვის, მოქალაქეობრივი პოზიციისთვის. ხო ისიც მინდა აქვე მოქალაქეზე გამახსენდა ზოგი რომ წერს რომ მიხედე რა შენ საქმეს იმღერე კონცერტები გააკეთე გადაცემები გააკეთე პოლიტიკას მიხედავენ პოლიტიკოსები გესმის ჯერ მოქალაქეა ყველა და მერია მომღერალი და კომპოზიტორი და მუსიკოსი არა ვარ მართალი შენ თუ შენ ქვეყანა არ გიყვარს შენ შენი ქვეყნის მომავალი არ გაწუხებს როგორ შეიძლება შენ მარტო იმღერო და მეტი არაფერი არ განერვიულებდეს ხო და ქუჩაში რომ ხდებიან რომ მეკითხები, აი ამას უხსნი მარტივად და არ დაიჯერებ რამდენი მიხდის მადლობას რო იცი რა მართლა ასია, აი მე დავფიქრდი. ხა ვიღაცა შეიძლება ძალიან მიამიტად მოეჩვენოს ეს რო აბა კი, მაგრამ ასია ნამდვილად და მე ეს ცოტა გულს მიკეთებს. ახლა მინდა გავიხსენო თქვენი შვილის სალომე ასათიანის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც იყო ბევრისთვის სიგნალი, პირველი სიგნალი თუ როგორი ადამიანი არის სათავეში. თქვენ მაშინ რა განწყობით უყურეთ ინტერვიუს, რომელიც ჩემთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ინტერვიუ. თქვენ როგორ უყურეთ მაშინ, რა განწყობით უყურეთ? აი მაშინ ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ბატონ ბიძინასთან, მაგრამ სალომე რა თქმა უნდა ჩემთვის რა ვქნა, იმიტომ რომ შვილია ყოველთვის იყო პროფესიონალიზმის მწვერვალი. არ დაგიმალა წინა დღეს თხოვე კიდეს და აი ეს 1-2 კითხვა იქნება საერთოდ აიცილო და არ დაუსვა. კი, მართლა უთხარი. აი საღდრის დარწმუნებული ვარ პასუხს რა პასუხი მითხრა რომ საერთოდ რას მეუბნები. არ დამელაპარაკო გესმის და მაგრამ აი ხა გუწფელად ძალიან გუწფელად გეტყვი ჩემ განწყობა. ჯერ ერთი მესერთ ვერ გავიგე რატო ჩამოიყვანეს სალომე ამ ინტერვიუსთვის. სალომე გამოიძახეს პრაღიდან, რომ აი თვითონ. ხო და მე მაშინვე ძალიან შევშფოთდი, იმიტომ რომ მე ვიცოდი სალომეს პირდაპირობა, სალომეს უმაღლესი პროფესიონალიზმი და ვიცოდი რომ არავითარი კომპრომისი იმიტომ და ამიტომ არ იქნებოდა. ნუ რა ვქნა, ესეც შვილი გავზარდე, გავაჩინე და ჩემბრალი არ არის, ასე გამოვიდა, ხო? ძალიან დიდ პატივს ცემს სალომეს. მეც. მაგრამ რაც შეეხება ბატონი ბიძინას რეაქციას, გული დამწყდა. აი ხვდები, ხა უცნაურ რაღაცას ვამბობ, არასოდეს არ მithქვამს. როგორც აი ახლობელზე რო წყდება გული, იმიტომ რომ სალომეს იქ არაფერი ისეთი არ უთქვავს და არ უკითხავს და მე თვითონ ჩემი შვილი ხა იმაზე ლაპარაკი არა რომ ვიღაცას უხეშად დაელაპარაკა და რაღაცა საწყენი უთხრა, ხო პირდაპირ. იქ იყო გადასარევი კითხვები, რომელიც მას შეეძლო ძალიან სათავისოდ გამოეყენებინა. ძალიან კარგად აეხსნა. არ გაბრაზებულიყო, შემდეგი კი არ ეთქვა. ეთქვა, რა იყო ამის უკან, რატომ მოხდა ეს ასე. და ამან ისეთი გაწბილების რაღაცა ის დამიტოვა, გესმის, განწყობა, რომ აი საშინელი იყო ეს ჩემთვის აი ეს შოკის მომგვრელი და თავზე არ დამცემი, რომ ასე რატო გაბრაზდა, გესმის? მე მაინც მქონდა იმედი, რომ კი სალომე რაღაცებს უკომპრომისოდ კითხავს, მაგრამ ნუ ხა ბატონ ბიძინას ეყოფა სიბრძნე და გამოცდილება, რომ რაღაცა ადეკვატურ პასუხებს აქ ამაზე პირიქით მოიდგებს სათავისოდ და კარგ პასუხებს გასცემს, რომელიც მას სჭირდება, იმიტომ რომ ხალხს აინტერესებდა ეს თემები. მაშინ უკვე იყო ხალხში ეს რაღაცა, ეკიდა ესე ჰაერში, აი რატომ მოხდა ეს, რატომ მოხდა ის, აღარ მახსოვს ზუსტად იქ რა კითხვები იყო და როგორ იყო. საყდრისი ძალიან ჯამრჩა უბრალოდ, რომ საწყენი რა იყო. აბა რატო აფეთქდა საყდრისი, ახლა არ გვაწუხებდა ეს ყველას, ხო? მაგრამ გაბრაზების აუცილებლობა და საჭიროება მე აქ ვერ დავინახე და ძალიან გული დამწყდა. რატომ უნდა და ივანიშვილს წარმოდგენა არ ვიცი, არაფერი არ შემიძლია გითხრა. ალბათ როგორც მაღალი რანგის პროფესიონალი უბრალოდ აი ეს გოგო მოეწონა, ნახა სხვა ინტერვიუები ნახა, მათ სალომეს მიყავდა ფორმატი, ხო გახსოვს? ხიდი იყო. ესე იგი სალომე იჯდა სტუდიაში პრაღაში და აქ პოლიტიკოსები არჩევნების წინა პერიოდი იყო და პოლიტიკოსებს ესაუბრებოდა ხიდით, მაგრამ ნუ ბატონ ბიძინასთან რა თქმა უნდა ჩამოვიდა, იმიტომ რომ ხიდი არაო, პირველი არხის სტუდიაში
ის ხდენდა და მამ ინტერვიუს მოყვა თუ არ ვცდები შემდეგ სალომეს საიამ პროექტის შეჩერებას არა ესე პირდაპირ არ მოყოლია არა მასე არ იყო მე კიდე რამდენიმე ხანი იყო სულ რაღაც რამოდანიმე შეიძლება ხო არ მიიჩნევთ რომ არ გამიკვირდებოდა მეორე დღესვე რომ ხა მოდი ის ვთქვათ რომ მიშასთან რომ მოსვლოდა ეს ინტერვიუ ფილმეს შევა დაეჭირა მეორე დღეს არამს თუ გადაცემას გაუჩერებდა ასე რომ მაშინ არ იყო ესეთი რადიკალური რეაქციები აი დღეს რა მოხდებოდა ამასაც ვერ ვიტყვი ისა ოჯახის წევრებთან ქონიათ პოლიტიკური შეხედულებების და საკითხების გამოკამათი პოსტივიზა როცა მუშაობდით დარწმუნებული ვარ მისთვის დისკომფორტი როგორ არ ქონია შე როგორ გონი არ მეკნებოდა არა ხა პოსტივიზე რატომ მუშაობ არ უთქვამს არც ერთხელ იმიტომ რომ იცოდა რომ ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იცოდა რომ მე მაშინ არ იყო ასეთი გამწვავებული გესმის და არ ვიყავი კაცო მე ოპოზიციაში ვიყავი ოცნების მომხრე და გეუბნები ეს კანონები და ეს რაღაცა რო არ შემოსულიყო ასე შემოჭრილიყო ჩვენ ცხოვრებაში მართლა ნაჯახივით ახლაც ალბათ ვიქნებოდი პოსტივიზზე და გადასარევად წავიყვანდი იმ ჩემ გადაცემას გესმის ხო და რაზე ვკამათობდით და აი კონკრეტულ რაღაცა მდგომარეობებზე გესმის დაუშვათ ის რაღაცას პოსტ დადებდა ისეთ რომელიც მე არ მომეწონებოდა და ვეტყოდი რომ მე არასოდეს დიფირ ამბებს არ ვასხამდი არავის და ის ამიტომ ამაზე მე ვერ შემაკამათებოდა და მას ჰქონდა ძალიან კორექტული ლანძღვაზე და გინებაზე სალომესთან და ჩემთან საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია და აქვე ვიტყვის ძალიან კაი კანონია რომ ლანძღვა და გინება მოვრჩეთ ამ Facebook-ზე რას ვკითხულობ რა მესმის და რა ხდება საერთოდ ეს ხო წარმოუდგენელი ხო ყველას მიმართ უნდა მორჩეს მართლა ეს ტროლებით ცოტა უნდა დაოკდნენ ლექსიკა შეიცვალონ რაღაცა შენი აზრის გამოთქმა შეიძლება ძალიან კორექტული და ლიტერატურული ენითაც არა კანონი არც ერთი არ მომწონს იმიტომ რომ მიმართულება და მიზანი აქ ყველას გასაგებია რაც ხო ამაშია საქმე ამ სასამართლოს პირობებში ამ რეალობაში არც ერთი კანონი არ მომწონს მაგრამ ისე ზოგადად რომ არ ვლანძღოთ და ვაგინოთ ერთმანეთი ამაში ცუდი რა არის თუნდაც ეკრანიდან ნაკლები გინება რომ ისმოდეს ამაში ცუდი რა არის ჩემი საყვარელი სერიალი ჩემ ცოლის დაქალები რომ ეხლა უფრო უყურებ ვიდრე მაშინ უყურებდი ყოველ ღამე უყურებ გიჟდები და ქეთის დიდ მოკითხვას ვიცვლი არ ვიცი ამ პროექტის ერთ-ერთი მართლა მომიკითხეთ ძალიან არ არის ჩემი არც ფრენდია არც ვიცნობ არც პირადად შემხვედია მაგრამ მე ხამე და ფანტასტიკური გოგოა მართლა მე მგონი ლელა კაკულია თვითონ აღარ გვინდა იმდენად გამოიცნო და წინასწარ კაკულია იყო უბრალოდ ლოგიკა ამბობს ამას რომ ასე მუშაობს ავტოკრატია ხო მაგრამ აი ძალიან ბევრი იქაც გესმის მესმის რომ ხა თენგო და ვიღაცა სახასიათო ელემენტი ამდენი გინება რო არ იყოს იგივე იქნებოდა ხო მე და ჩემი სანდრო რო უყურებთ მაგალითად ერთ და პატარა შვილიშვილი ცოტა მე მერიდება იმას არა ეს არის მხოლოდ დანარჩენი კანონები არ მომწონს არც ერთი იმიტომ რომ ყველა არის ჩვენ წინააღმდეგ აი ერთადერთი ამაში ვერაფრით ვერ დაგეთანხმდებით ეს არის ყველაზე ცუდი კანონი არაფრით არ გამოირჩევა რუსული ესეც რუსული კანონი არის არა იმაში ხო ჯობია რომ რაღაცა დასმენა და პირადი მონაცემების ბაზის რაღაცა გასაჯაროება რო ვალდებულება ამას ჯობია რომ არ ვლანძღოთ ერთმანეთს მე ამაში თუც ვერაფერს ხედავ კი ბატონო ხოდა შორის ეზოპესენას რატო ვამბობ ხშირად და იგივე ახლა ეს მინდა რაღაცები კიდე გავაკეთო ასეთ შეიძლება უთხრა ადამიანს სათქმელი არ არის აუცილებელი უთხარში დეგენერატო იდიოტო ცუდო რაღაცა ისე შეიძლება აგრძნობინო რომ დეგენერატია ხო შეიძლება არ უთხრა პირდაპირ აი როგორც რებუსები ვწერეთ მარიამ ლაშხზე არ ვიცი ნახეთ თუ არა როგორ არ ვნახე კიდე მონაც არ არის ხო მაგრამ მონა არ არის მარიამ ლაშხი ესეც თქვი სადღაც აქაც მინდა დავაფიქსირო მილიონერი მონა მე არ მინახავს არც ბირკინიანი მონა მინახავს უარესია აბა რა მონა მონები ვართ ჩვენ უნდათ რომ ვიყოთ უფლებო პირამოკერილი ხმა არამონღები მასა ეს მათი გადაწყვეტილებაა მონა კი არ არის სხვა სიტყვაა ეგ არ მინდა ხარო თქვა თუ რა მე მიჩივლები რა სიტყვაა ეგ მონა ნამდვილად არ არის ეს კანონის წამოგეწია კარგია ახლა ეს კანონი აი რა უნდა მიჩივლოს კი ბატონო არ თქვი რა იფიქრეზე ჯერ ფიქრის კანონები ჯერ არ ვაგდა მაგიც თუ მოვა მაგა ლიტერატურასაც თუ დაგვიწოვენ და თავზე გადაგვახევენ ვეღარ შექსპირზე ვერ დავწერ და ვეღარ ლაფონტენზე და ვეღარ როგორც 84-ში არის აზრ კრიმინალი ესეთიც იქნება ცოტა ხანში ფიქრობთ რომ შეიძლება შვილებმა აღზარდონ დედები ისე მე სალომემ აქვე ვიტყვი და გულწრფელად ვაღიარებ ძალიან ბევრი რამ ამიხსნა და გამაგები ეს მქონდა კითხვად
აქვს თუ არა გავლენა თქვენს შვილებს როგორ არა ორივეს მაგრამ ნატა უფრო რბილია ნატა უფრო ფრთხილია თუმცა მასაც აქვს აბსოლუტურად მკაფიოდ თავის პოზიცია ყოველთვის გამოხატული მაგრამ სალომე არის სხვა მოვლენა დედა რო ამბობს ცოტა უცნაურია და უხერხული მაგრამ მართლა ასეა და რა ვქნა მე სულ ვამბობ რომ 19 წლის გავთხოვდი და გავაჩინე სალომე და მე დედა ჩემის დიდა მეც ვეხმარებოდი უფროსი დასავით გესმის ერთად გავიზარდეთ და ამაგი მეთქი დედიკო შენ ჩემზე მეტი გაგვიცრე მე შენზე თქო ნატას უჩემი გაზდილია და სალომე მართლა აი დედა ჩემა ბებიებმა რაღაც ძალიან დედა ჩემს გაზდილია ძირითადად და აქედან გამომდინარე მერე აღმზარდა უკვე რო ჭკუაში ჩავარდა უკვე 11 წლის 11 წლის იყო ძალიან ჭკვიანი უკვე 12 წლიდან თინეიჯერობიდან გეუბნები აქეთ გვიხსნიდა რაღაცა მოვლენების საფუძველს და შინაარსს ძალიან ბევრ რამეზე თვალები ამიხილა შვილებს უნდა დავუჯეროთ და უნდა გვესმოდეს რა უნდათ შვილებს იმიტომ ეს არის მთავარი და იმის დაწერა და ლაპარაკი იმაზე რომ შვილები რას გვანან იქ ტატუები და პირსინგები აქვთ და საერთოდ რა უნდათ გესმის ეს გაგიჟებული თაობა ფანტასტიკური თაობა რომელსაც მე არც ვიცოდი თუ ესეთი სიყვარული ქონდა თავისი ქვეყნის თავისი სამშობლოს აი არ მეკონა ვიკა მე აი ხო მაგაზე ვტირი აი ამ ბავშვებზეც ამ ციხეშიც რო უყურებ ამ სამართლობაზე ესეთი კარგები იმის მაგრამ დავაფასოთ თავის საქმე ვაკეთებიოთ ბიჭი ერთი პიანისტი ბიჭი მაგიდაზე მეცადინეობს უკვე 6 თვეა ეს ხო წარმოუდგენელია ეს ხო არანორმალურია რატომ დამნაშავეა რეციდივისტია კიდე რაღაცას გააფუჭებს აი რატომ მიზანი ხო უნდა იყოს ციხეში უნდა ჩავსვათ დამნაშავე და ისიც არის ნათქვამი რომ ერთი უდანაშაულო შაცმას 10 დამნაშავე ჯობია არ ჩავსვათო ხო და ესე შეიძლება რომელია თქვენი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება დედა მამა და მე პარიზში როცა მე ოლიმპიას სცენაზე ვმღეროდი ვიყავი 10 წლის რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად წინ არის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა როგორ ფიქრობთ როგორ ახსოვხართ ადამიანებს რა ახსენდებათ თქვენზე სხვადასხვანაირად ვახსოვარ ზოგს ახსენდება 4 წლის ირმა ზოგს ახსენდება მერე რაღაცა მოდიამეუბნება შენ ცირა გამიკეთე იქ წამიყვანე იქ რაღაცა ექიმთან ყავდი რა აი ბევრნაირი მოგონება რომ არა მუსიკა ვინ იქნებოდა ირმა სოხაძე ექიმი რა მიმართულებით მინდოდა ძალიან სხვა პედიატრი აი რატო გამოვიცანი ძალიან მინდოდა სკოლა ოქროსმედლი დავამთავრე და მინდოდა სამედიცინოზე ჩაბარება და პედიატრია მაგრამ კარგი ვქენი რომ არ წავედი მაქსით ვინ არის თქვენი მთავარი საყრდენი ცხოვრებაში ოჯახი ჩემი მეუღლე და შვილები რომელ სიტყვას ამ ფრაზას იყენებთ ყველაზე ხშირად ნუ ამ ბოლო დროს სულ რა ვიცი ანდაზე რაც მოგივა დავით ყველა შენ დავით რა თვისება გხიბლავთ ადამიანში სილაღე და სიმართლის სიყვარული ვისთან ერთად გაატარებდით საღამოს შესაძლოა ეს იყოს გარდაცვლილი ადამიანი აი ბებია ჩემს გავაცოცხლებდი და ბევრ რაღაცას კიდევ მკითხავდი იმიტომ რომ იმდენი მახსენდება კახელბები ამყავდა მეორეც გადასარევები ამყავდა იმერელი ნიორაძე მაგრამ ეს კურდღელაშვილი მყავდა ქართულის მასწავლებელი ბევრი რამე მასწავლა და კიდე მინდა რომ მასწავლოს პატარა ირმას რას ეტყოდით ჯერა რო უყურებ ჩემ თავი არ მგონია უისი გენაჭალები რასაყვარელი ბავშვი ხარ აზრზე არა აი ვერ მაქვს განცდა რომ ეს ვარ მე სად გიყვართ გაქცევა როცა ყოველდღიურობა გღლით ზღვაზე ზღვა არის ჩემი მეგობარი ყველაზე დიდი ყველაზე პირველი მოგონება რა არის ბავშვობიდან პირველი მოგონება ბავშვობიდან ისე ბებია დედა ჩემი და ბებია ჩემი ალბათ კიკეთში ჭრაქის შუქზე ზღაპრების მოყოლა და კარტის თამაში ოხ რა კაია ამოჩამებული სიმღერა ახლა ვაიმე რასაც ღიღინებთ ხოლმე ამ დრო როგორ გავიდა შემჭამა ქვეყანაში ეხოც როგორ დავწერე ერთდღიანი ის მეგონა რაღაცა ხუმრობა ასე ვთქვათ ის იყო ოქტაგონი მივყავდა მაშინ და ვაკეთებდით დისკოთეკას ოქტაგონზე არ მქონდა სიმღერა მე თვითონ ვიღა პროდიუსერი ყველას მქონდა სიმღერა და აი მასზე გარი ჩაწერა და მომიტანა ნატამ სეზარია ევორას სიმღერა დავწერე უცებ ტექსტი ერთ დღეში გავაკეთეთ არანჟირება და გამოვიდა რომ რამდენი კაი სიმღერა მიმღერია მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრების ჰიტი და როგორ გავიდა აი ყველგან ამას მღერიან შაშანაც ეხლა ზაფხულში ჩავალ სადაც არ უნდა მივიდე ცეკვავენ ბავშვები ეს იგი რამდენი წლის სიმღერაა იცი 20-ზე მეტი 2003 წლის ოქტაგონს წერდი
ChatGPT-ის კითხვა. მე ასე ვეკითხებით ChatGPT-ს. ხო, ვერ მეგობრობ, ჯერ მეშინია. მართლა. ხო, ერთი კითხვა დავუსვი და იმ ხელა პასუხი მომწერა, რომ მივხვდი რა ხშირად არ უნდა შევაწუხო. ChatGPT-ის კითხვა, კითხეთ, რომ ირმა სოხაძე არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და რა კითხვას დაუსვამდა? არ გაინტერესებთ რა კითხვა არის? ყველა და მაინტერესებს ძალიან. თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი სცენაზე გაატარეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ერთი წამით დარბაზში სხეთხართ და საკუთარ თავს სცენაზე უცნობი ადამიანის თვალით უყურებთ. როგორ ირმა სოხაძეს დაინახავდეთ იმ მომენტში, როგორი ქალი დგას სცენაზე, აღწერეთ თქვენი თავი. იცი რა, მოდი ესე ცოტა ტრანსფორმირებას გავუკეთებ ამ კითხვას. როგორ ირმა სოხაძე მენდომებოდა, რომ დავინახო. ეს ძალიან საინტერესოა. მე საერთოდ უყურებ ჩემ თავს გვერდიდან და ვთვლი რომ მიმაჩნია რომ საკმაოდ შევიცვალე უკეთესობისკენ. როგორც მომღერალიც, როგორც არტისტიც, როგორც აი, რა ვიცი, მაგალითად ჩემი ბოლო კონცერტი, რომელიც ჯერ ეთერში არ მიმიცია, იმიტომ რომ რაღაც ისე იმიტომ რომ რა დროს კონცერტია და რომელ ტელევიზიას მივცე და სულ პრობლემა მაქვს. მიმაჩნია რომ ეს უკვე იყო წინ გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთი გესმის. მანამდე ძალიან მომეწონებოდა ჩემი თავი, მაგალითად ჩემ ვარსკვლავზე როგორიც ვნახე. ეს იყო კონცერტი, რომელსაც მე სიზმარში ვხედავდი და ზუსტად ისეთი გავაკეთე. ნუ თითქმის 95% გამომივიდა, რაც მინდოდა რომ გამოსულიყო. და ასე შემდეგ, აი ეგეთი მინდა რომ ვნახო. მინახია უარესიც ირმა სოხაძე, რომელიც ძალიან არ მომეწონებოდა, დარბაზში რომ ჯდარიყავი და გვეტყვით როდის. ის ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყოფილა ისე რაღაცა მეც ვარ რაღაცა სისულელე ან ვერ ვიმღერე ისე კარგად როგორც მინდოდა, რამდენჯერაც გინდა ხმართლა, ნუ 65 წელია სცენაზე ვარ ადამიანებო, 4 წლიდან და 65 წელიწადში რაღაცები ხდება, კარგიც და ცუდიც, მაგრამ კიდევ ამბობ ბალანსია მთავარი, როცა მეტი კარგია, უკვე კარგი. ჩემი საყვარელი რუბრიკის დრო დგება 3 ნივთი, 3 ამბავი. რომელი 3 ნივთი მოგვიტანეთ? ფოტოები მოვიტანე, იმიტომ რომ უცებ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. ხო, აი ეს მინდა პირველი ჩემი კონცერტი ორკესტრთან, რომ არ გჯერა, ცუდი ხარისხია, მაგრამ ჩანს. ეს არის, აი შეხედე, აქ აწერია 22 ოქტომბერი 60 წელი 1960 წელი. ანუ ჯერ არა ვარ 5 წლის. და აი ასე თბილისის სიამაყე. დედაჩემის დაწერილია ეგ. ვარ 4 წლის სკამზე ვდგავარ, იმიტომ რომ ვერ ვწვდებოდი მიკროფონს და მაშინ არ იყო წერო მიკროფონები, ესეთი დასაწევი, ასაწევი. მე მამჩმა გადამიჭრა ერთი ესეთი ჯოხი, დასადგამი და იმით ავდიოდი ყველგან. თორემ მანამდე აი ესეთი მიკროფონები იყო მხოლოდ. კიდე მაქვს ორი სურათი. აი ეს რო ვთქვი, პარიზში ვარ 10 წლის და პარიზში ოლიმპიას სცენაზე ვმღერი და ეს სურათები ძალიან დიდ მოგონებებს აღმიძრავს. კერძოდ როგორ წავედით პარიზში მე დედა და მამა. და პატარა ისტორიას მოგიყვებით, თუ გინდა? თან უნდა ამბავი მომხდეთ. ეკატერინე ფურცევასთან დაკავშირებულს, იმიტომ რომ მე მქონდა ბედნიერება ეს ქალი პირადად მენახა. ეს ქალი არის ძალიან ცნობილი, იცი შენ გაგიგია ეკატერინე ფურცევა? ხო, ნუ თქვენ თაობას ეს აღარ გაუგია და ესეთი ძალიან ესეთი ფიგურაა, გესმის, მნიშვნელოვანი იმ პერიოდის, 66 წელია და ნუ აზანზარებდა მთელ კულტურას კი არა და მთელ ქვეყანას ისეთი ქალი იყო, ხო? მაგაზე სოშიც მაია პლისეცკა არ გაუშვა საფრანგეთში და მაიამ თქვა, რომ ნუ მეგობრები წიგში უწერია თავისთან, მაია პლისეცკა წერია, რომ მეგობრები მომშვიდებდნო, რომ არაუშავსო, ხო იციო ჩვენი კულტურის მინისტრი ვინ არისო და მე უპასუხე რომ მე არ მაინტერესებს კულტურის მინისტრიო, მე მაინტერესებს მინისტრის კულტურა. ეს ზუსტად ეგეთი იყო. ძალიან ცნაური, არ მე ახაფის არ მიყვრით ცუც, მაგრამ ნუ ისეთი იყო, ამბობდნენ რომ რაღაცა ქარხანაში მუშაობდა თუ საიდანღაც და ესე წამოვიდა გახდა კულტურის მინისტრი საბჭოთა კავშირის. რა ეხლაც ხო ხდება ასეთი ხალბატონო? ხო, არ ვიცი, ხა პარალელები თვითონ მომინდია. ბატონო. ხო და რა შეიძლება პარიზს წარმოიდგინე რომ ეს ბრუნო კოკატრიქსი ამბობს რომ აუცილებლად ეს ხო კავშირის მთელი საკავშირო მიუზიკლი. ირმა სოხაძე უნდა წამოვიდეს, იმიტომ რომ მთელი რეკლამა აგებულია ბავშვზე, იმიტომ რომ ოლიმპიაში სულ კონცერტია, ხო, რაღაცა ფიშკა ხო უნდა იმათაც, რომ რითი მოიზიდონ მაყურებელო, საბჭოთა მიუზიკლი ძალიან კარგი ნომრები იყო შესანიშნავი, მუსლიმ აგომაევი, ბატერ ზაკიროვი, ეკატერინა
ღმერთო ჩემო რა გვარი იყო სოპრანო გადასარევი ქალი ჩვენები იყვენ რეროს ბაზაზე იყო ეს და მარტო ნანული აბესაძე ჩემი საყვარელი ნანუ და სულიკო კოროშინაძე და მე და გია ჭირაქაძე ხო და ერთ სიტყვით აუცილებლად წამოვიდეს ირმაო და მოწვევა იყო მარტო ჩემზე და დედაზე და მამა ჩემის გარეშე არ მივდიოდით. მოკლედ ასე იყო, რომ მამ ჩემის გარეშე ფეხს ვერ ვადგავდი. მამა იყო ჩემი პროდიუსერი, ვოკალის პედაგოგი, საერთოდ აი ყველაფერი დედა მაცმევდა, თმას მიკეთებდა, მაჭმევდა, ზრუნავდა ჩემ რეჟიმზე და ჩი იყო მამა. მოკლედ მამა ჩემ მოუთხა ფურცევას, რომ არ წავაო ირმაო, მე თუ არ წავედიო. ფურცევა გაგიჟდა, რას ქვია არ წავაო. და ну მე ბოზაბოს ვერ ვარ გავაგრძელო სხვა გზა რომ დაინახა რომ მართლა არ მივდივართ გამოუშვაგული და ბოლო თათფირზე სულ ყველა ერთად ვართ და ეს მახსოვს ესაც შორს იდგა ესეთი ქერა მაღალი თმა ქონდა და ამბობს ეს რაღაცას რომ ძალიან კარგიაო რომ ირმაჩკა მიდისო პარიზშიო ეს არის ჩვენი პასუხი დასავლეთსო იქ ბიჭი ყავთოს რაბერტინო რეძი у них мальчик а у нас девочка ирмочка თქვა და უცებ გაჩერდეს судья რომ პეტროვა არ არისო Жаль, что не Петрова. Но все равно советский ребенок. Да. Საბჭოთა ბავშვი ვიყავი, ვერა იცოდა ქართველი და სომეხი, ხო? თავარი რომ ვიყავი საბჭოთა ბავშვი. აი ეგეთი ისტორია მაქვს მაგას. ეს არის გადასარევი ფოტო, ბაბუაჩემი პეტრე სოხაძე, ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო. 1963 წელი, როდესაც ფიდელ კასტრო ჩამოვიდა თბილისში და ბაბუაჩემს ჰქონდა გადასარევი საცდელი მეურნეობა დიღომში. იქ ჩამოდიოდა ყველა სტუმარი, აი კოსმონავტი იქნებოდა თუ ჩვენი 64 წელს ფეხბურთელები დინამო თუ რაღაცა და მე მომღეროდი ყოველთვის მათ ასე ვთქვათ ბანკეტზე. რა თქმა უნდა, აქაც ვიყავი რაღაცა ერთ სიმღერა მომღერეს თბილისო თუ რაღაცა და ერთი ძალიან საინტერესო ისტორია ამასთან დაკავშირებით ბაბუაჩემი არის თამადა, უზარმაზარი ბანკეტია. როგორ გინდა თამადა ორი უმაღლესი რანგის საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი და კუბის პრეზიდენტი ხო ჩამოსულები არიან პეტრე ყვება რომ ვიწურები ოფში რომ ჯერ რომელი ვადღეგრძელო არ ვიცი როგორ კი და ეს ნიკიტა ნუ საოცარი ძალიან როგორ გადაწყდა ეს პრობლემა არ გაუცებ ნიკიტა ორი ადამიანის იქით იჯდა და ადგა და მივიდა პეტრესთან ხელი მოხვია და შეიძლება ერთი საღეგრძელო პიოტრ გიორგიევიჩო კიო აბა რაო პეტრე მოდითო ჩვენი ძვირფასი სტუმრის ჩვენი ფიდელ კასტროს საღეგრძელო დავლიოთო და ტალიესო ყველამდე ყურშეუნება პეტრეს გამოგიყვანე მდგომარეობიდან ну что выручил я тебя пётр георгиевич მაგარი ისტორია ეს იმიტომ მიხვდა რომ კაცი გვტება ორივე საერთოდ ხომ ვერ დალევს და ჯერის დალიოძე ხო და აი ესეთი ისტორიები იყო მაშინ ძალიან ბევრი და მესამე პატარა ისტორია კიდე მინდა მოვყვე საერთოდ არა მაქვს მა ნიფთებთან არა მაქვს ეს რაღაც ამულეტები და საინტერესო და ძირფასი ნიფთები რაღაც დედის დატოვებული ბების დატოვებული თვითონ რაღაცა ყველას გვაქვს ხო სამახსოვრო რაღაც სამკაული და არც სამკაულები არ მიყვარს ოქროებიც არ მიკეთია მაგრამ ეს არის დედაჩემის ჯვრისწერის ბეჭედი რომელიც მაჩუკა ჩემ ჯვრისწერაზე და ეს კიდე არის ბეჭედი რომელიც აი ხლა მიყიდა ჩემმა მეუღლემ იმიტომ რომ 11 ივლისს გვაქვს ოქროს ქორწილი. ოხ აბა 50 წელი. ხო მაგარი ამბავი. აი ხა 11 ივლისს 25 წელს 75 წლის 11 ივლისს რა არის თანაცხოვრების საიდუმლო ძალიან ბანალური მაგრამ ძალიან საინტერესო კითხვა ეს. სულ არ არის ბანალური. იმიტომ ხშირად ეკითხებიან ხოლმე ადამიანებს ვინც ხანგრძლივ ურთიერთობაშია მაგრამ ყველა ისტორია განსხვავებულია. თქვენი ამ ურთიერთობის ხანგრძლივობის რეცეპტი რა მიუხედავად ჩვენი ხასიათების საკმაოდ განსხვავებულობისა, ინტერესებისაც, რაღაცა პრიორიტეტებისაც, მაინც თავარი გვაერთიანებს ინტერესები. საერთო ბეტი გვაქვს, სიყვარული ძალიან დიდი გვაქვს და რაც თავარია, ერთად არ გვწყინდება. მე მივხვდი ბოლოს აი ეს გასაღები ვიპოვე რომ ყოველთვის გვინდა ერთად, ხო? რაღაცა წასვლაც ერთად გვინდა, ეხა სიბერეში მით უმეტეს ღენში. რაღაც მოგზაურობაშიც ერთად გვინდა წავიდეთ, სახლშიც გვიხარია ერთად რო ვართ, მაგრამ ბავშვები მოდიან, შვილიშვილები მოდიან, ნატას ორი ბიჭი როცა სალომეს ჩამოდის ჩემი უფროსი შვილი. იმიტომ რომ მეგობრები ხართ. მეგობრები ვართ ზუსტად და ერთმანეთი გვაინტერესებს. შეიძლება ვჩხუბობთ, შეიძლება იმას რაღაც არ მოწონს, ჩემი რომელი რაღაცა გადაწყვეტილება, რაღაცა ხა ამ ინტერვიუდანაც ჩემი ამითხრას ეს რაღა შეუძლია რომ შენიშნა გამიკეთოს ეს რატო თქვი? კი, ხანდახან მეუბნება. მაგრამ ძირითადად
იუმორი გვშველის, იმიტომ რომ წუთში რაღაც სასაცილოს ვეტყვი ამიანის და ხახახა აღარ გვახსოვს რაც დავიწყეთ კამად. ძალიან კარგი იყო თქვენთან ინტერვიუ, ვისი ამოვნე მინდა გითხრათ. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ირმა სოხაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა რომ გვიყურებდით. მე მგონი საინტერესო 1 საათი გქონდა გემშვიდობებით.